იყვე. მოგესალმებით 12 საათი გახდა და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ შუადღე GDS-ზე გიბრუნდება 2 საათის განმავლობაში ერთად ვიქნებით რაღაცა ხო ახსენი რატომაც ასე შეცვლა იმედიანი ჯანსაღი და ისეთი დღე გვექნება დღეს სპორტული შეიძლება ითქვას სამედიცინო იმედიანი მაგ კუთხით თქვი და ალბათ მოგვიანებით უფრო ჩვენი მაყურებელიც გაიგებს მაგრამ სანამ ვნახავთ რა იქნება ჩვენს გადაცემაში და სანამ ვნახავთ ანონს მოდი მანამდე ერთი ნიუსი წავიკითხოთ ხო ფონდი იავნანა საქველმოქმედო ფონდი იავნანა 10 წლის გახდა საიუბილეო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა რომელშიც მონაწილეობა უამრავმა ქართულმა ჯგუფმა მიიღო და საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი ცნობილი მომღერალი ქეთი მელუაც ჩამოვიდა კონცერტის ბოლოს კი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით და შემოწირულობების წყალობით რამდენიმე უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლიც გადაეცა აი ხა ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა სწორედ აი ამ ღონისძიებაზე რა შევძელით ძელმა საქართველომ რომ 1000-ზე მეტი ბავშვი დაუბრუნეთ თავის დედას და მამას თავის სახლებში ძალიან ბევრი სტუდენტებს დაუფინანსეთ სწავლა ეს ჩვენი დიდი დამსახურებაა სულ ყველასი მაგრამ ერთი თხოვნაა რომ არ უნდა მოვდუნდეთ არავინ იმიტომ რომ ძალიან ბევრია კიდე დასახმარებელი დღევანდელი დღე ჩვენთვის არის დღესასწაული ამავე დროს რა თქმა უნდა სევდანარევი ძალიან მინდა რომ დღეს მოვესწროთ როდესაც ეს კონცერტები იქნება მხოლოდ საზეიმო სერდის გარშე განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ფინალური სცენა იავნანას კონცერტი სადაც უამრავ ბედნიერ ადამიანს ხედავ და გიხარია რომ შენც ხარ ერთი პატარა მონაწილე ამ ბედნიერების თამამად დავუბრუნდით ხო ჩვენს გადაცემას და ჩვენი გადაცემის მთავარ თემებს თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს შუადღე პროპაგანდას გაუწევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და ჩვენ შევეცდებით რომ ვივარდიჩოთ კიდევ ჩვენს გადაცემაში აღარ გადაცემა გვექნება ამაზე მისმული როგორ უნდა ვიყოთ სულ ფორმაში როგორ არ უნდა გადავიღალოთ როგორ უნდა ვებრძოლოთ დაავადებებს და ასე ფიზიკურად ფსიქოლოგიურადაც და როგორ უნდა ვიყოთ ძლიერები მოკლედ მე მგონი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში როგორც რიგითი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და ისეთი ინფორმაციული ეთერი გამოვა და მოდი ჯერ ვნახოთ ანონსი რა გვექნება გადაცემაში და შემდეგ უკვე სტუმრით დაგიბრუნდებით. დღეს შუადღის ეთერში ნახავთ 21 საუკუნის კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება სიმსივნე. მისი წარმოშობის მიზეზები, ორგანოები, რომელიც ყველაზე ხშირად ავადდება და დიაგნოზი. ავადმყოფობის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია. ჩვენს ეთერში ონკოლოგთან ერთად გაიცნობთ ადამიანს, რომელმაც ეს სენი სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხა. ცივილიზაციის დაავადება, ასე უწოდებენ ქრონიკულ დაღლილობას, რომელიც 21 საუკუნეში უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვებრძოლოთ ამ სინდრომს შუადღის ეთერში ქრონიკულ დაღლილობაზე პროფესიონალი ნევროლოგი ისაუბრებს. ოფისის დაავადება, არასწორი ჯდომით გამრუდებული ხერხემალი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა უამრავი ანატომიური პრობლემა, რაც ოფისში მომუშავე ადამიანებს აწუხებთ. რა ვარჯიშების გაკეთება შეგვიძლია სამსახურის პირობებში და როდის არის დაგვიანებული თვითმკურნალობა? რჩევები რამდენიმე წუთში. მასაჟი, მისი სამკურნალო და სარელაქსაციო თვისებები და განსხვავებები. რა ინტენსივობით მივმართოთ მასაჟს განტვირთვისთვის და რამდენ სეანსს მოიცავს სამკურნალო კურსი. პირდაპირ ეთერში სარელაქსაციო მასაჟს შუადღის ჟურნალისტი გაიკეთებს. სხეულის სწორი განვითარება და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კიდევ ერთი საშუალება. უქმნის თუ არა საფრთხეს კუნთის სწორ ჩამოყალიბებას თვითნებური აერობიკა და ვარჯიშები, რომელიც სახლის პირობებშიც გამოგადგებათ. პრაქტიკული რჩევები შუადღის მაყურებელს. და სტუმარი უკვე შემოგვიერთდა კახაბერ თოდუა, ონკოქირურგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ჩვენ აღვნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, რომ ვისაუბრებთ იმაზე, რომ სიმსივნის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი, პირიქით ადამიანი შეიძლება განიკურნოს და მთავარია დროულად აღმოვაჩინოთ და დროული მკურნალობა ჩავიტაროთ. მივესალმებით ჩვენ მაყურებელს.
რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურობას იძენს ეს ბოლო წელი არის სიმსივნური დაავადებები მთელ სოფლიოში. მომრავდა რეალურად საქართველოს სტატისტიკაში. და რა არის ამისი მიზეზი, რომ ყოველწლიურად იზრდება და იზრდება ბევრი ფაქტორი. ის კარცინოგენები, რაც სოფლიოში და ზოგადად ატმოსფეროში და გამოიყოფა ჩვენი ყოფა-ცხოვრების და ჩვენი აგრესიული წესიდან გამომდინარე, რაც ეს ბევრი დაკავშირებული არის ამ სამრეწველო გამონაბოლ ქვანთან, იმ ნარჩენ პროდუქტებთან, რაც ზოგადად სოფლიოში შეცვალა. ის ბალანსი, რამაც შეიძლება ითქვას, რომ ხელს უწყობს სიმსივნური დაავადებების განვითარებას და ზრდას. არც ჩვენ საქართველოში გამონაკლისი არა ვართ, აღენიშნება, რომ ვთქვათ, აქტუალურად ძალიან დიდი ზრდა თქო ესეთი არა, მაგრამ როგორც მთელ სოფლიოს ტენდენცია, იგივე აღინიშნება ჩვენთან. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, დროული დიაგნოსტიკა, აღმოჩენა ამ სიმსივნურ დაავადებას. ზოგადად სიმსივნური დაავადებები ეს ფართომცნებას წარმოადგენს და ასე კონკრეტულად რთულია ყველა შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე მეტად გავრცელებული ჩვენთან საქართველოში რა ტიპის სიმსივნე? ნუ იცით რა არის ეს ყოველ სოფლიოში სტანდარტი თითქმის ერთი დონის არის. ქალებში მნიშვნელოვნად უკვე 40 წლის ზემოთ 50 წლის ასაკში პირველ ადგილზე დგას როგორც სარძევი ჯირკვლის დაავადებები, ასევე საშვილოსნოსი და მამაკაცებში ან ფილტვის დაავადებები მოდის, სარსაცქესო სისტემის დაავადებები. როგორ ხდება, ანუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავიგოთ სიმსივნე ადრეულ სტადიაში? ანუ პრევენციის გარდა იმისა, რომ პრევენცია კიდევ ეს ერთი საკითხია, დაუშვათ, აი, რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ პროფილაქტიკის მიზნით ექიმს, რომ დროულად აღმოვაჩინოთ. ეს ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მივდივართ ექიმთან და უკვე არის რაღაცა. დიახ, რა თქმა უნდა. ნუ ეს არის სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტორებზე. პირველი არის ასაკი. ეს მამაკაცებში უკვე 50 წლის ზემოთ არის ყურადღება ასაკი არის, რაც იმას საჭიროებს, რომ გეგმაზომიერად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები. ამაში ანუ გეგმაზომიერში რა იგულისხმება? აი რა ინტერვალით წელი არ არის ეს ხშირად. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩივილები. მამაკაცებში აუცილებელია პირველ რიგში ფილტვის, სხვილნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, კანზე არსებული პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია და რა ის უმარტივესი არის. ქალებში კიდე სარძევი ჯირკვალი, საშვილოსნოს პრობლემები იქ დროული თვითგასინჯვა უნდა იცოდნენ ყველა მანდილოსანმა თავისი მკერდის. აი გამიგია რომ მკერდზე როდესაც გაქვს პრობლემა, ხშირად შეიძლება არც გტკიოდეს და არც გაწუხებდეს. ეს რამდენად სწორია? იცით რა არის ზოგადად სიმსივნური დაავადებები ტკივილთან ნაკლებად ასოცირდება. თუმცა არის ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც ტკივილით გამოვლინდება. თუმცა ეს უკვე იმას მეუნიშნებს, რომ შეიძლება უკვე პროგრესირებასთან კონდეს ადგილი. ნუ პირველი ის, რაც ყველა ჩვენთან გარმა თუნდაც ის არის, რომ ის რაც ადამიანის ორგანიზმზე არასოდეს ქონდა, ვიზუალურად დავიწყოთ კანიდან, რაც ყველაზე მარტივი არის და ადვილად შესამჩნევი არის. ის ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელიც მას არ ქონდა და გაუჩნდა, რომელიც ის თვითონ მიწარმონაქმნზე მაქვს საუბარი პროგრესირებს ზომაში, ფერს იცვლის, ფორმას იცვლის, რამე აღენიშნება გამონადენის სახით, ან სისხლიანი გამონადენი, თუმცა ეს არ არის აუცილებელი. ყველა ესეთი წარმონაქმნი, ან ნებისმიერ კანქვეშ არსებული ქსოვილები, რომელიც არ ქონდა და პალპირდება, ანუ ხელით ისინჯება. ეს ყველაფერი წარმოადგენს რისკს, რა თქმა უნდა, და საჭიროებს სპეციალისტის ონკოლოგის კონსულტაციას. ბატონო კახაბერ, იცით რა მაინტერესებს? ამბობენ, რომ ბოლო დროს სიმსივნის ასაკი გაახალგაზრდავდა. რეალურად ასეა? ნუ იცით რა არის, სამწუხაროდ უკვე ადრეულ ასაკშიც აღინიშნება ეს დაავადებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტენდენცია არის ახალ ამისკენ. ეს ერთეული შემთხვევები არის, თუმცა კი სამწუხაროდ და რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს, ესეც თუ არის რეალობა. ნუ იცით ეს დაავადების ხასიათი და მის კლინიკურ მიმდინარეობაზე არის მაგრამ ახალგაზრდა სხეული შეიძლება უფრო მარტივად მოერიოს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეს არ არის იმას, რომ ახალგაზრდებში გინდა თუ არა უფრო აგრესიულად. კი, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ნაწილად აგრესიულად მიმდინარეობს, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამოკიდებული არის თვითონ სიმსივნის ტიპზე, რომელი სახის სიმსივნე არის და მის შემდგომ აი მის განვითარებას დამოკიდებული უკვე
ამ ფორმას. ჩვენ ვისაუბრეთ მამაკაცებში, აი სარისკო პერიოდი, რომელი ასაკია, ქალბატონებზე არ გვითქვამს. ნუ იცით, არის 40 წლიდან უკვე ყველა ქალბატონი საჭირო არის დრო ყესინჯებოდეს გეგმაზონია. რასთან არის კავშირში? რატომ არის აი ეს ასაკი რაღაცნაირად დადგენილი დავუშვათ კლიმატურ პერიოდთან თუ აი რასთან? არა, ეს უბრალოდ ასაკთან გამომდინარე არის, იმიტომ რომ სიმსივნური დაავადება ყოველთვის უფრო ასაკოვან ხალხში შეინიშნება და ამის სიხშირი მაჩვენებლები, რაც უფრო ასაკი მატულობს, უფრო გამოვლინება მაშინ ხდება მეძელად. ყველაზე საშიში რომელი ორგანოს სიმსივნე არის, რომელიც ნუ იცით, ყველა ორგანოს სიმსივნე საშიშია თუ ავთვისებიანი გვაქვს საქმე. ესე ადვილად რო ვთქვა, რომელი მარტივი არის და რომელი რთული არის, ანუ საშიში რომელი არის, ესე არ არის. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის დაავადების ავთვისებიანობაზე დამოკიდებული მის ტიპზე, რაზეც არის. ამიტომ აი პირველ რიგში ყველა ნებისმიერ აი ახალგაზრდა ვინაიდან ამ შეკითხვას მისმენთ, რატო უფრო ახალგაზრდაებში მიმდინარეობს. აი ერთ-ერთი რისკს წარმოადგენს აი ზის აბაზანები. ზაგრის მიღება რო ვთქვა, იმიტომ დადგენილი არის, რომ აი ეს ბოლო წლები არის, რაც დედამიწის ფარავის ანუ ოზონიშრის გათხელებასთან არის გვაქვს საქმე, რომელიც ზის გამოსხივების ულტრაისფერი აქტიურობა უფრო მატულობს, რაც იწვევს. და განსაკუთრებით საშიშია ეს ხალიან ადამიანებთან. კი, რა თქმა უნდა, ხალიანებთან არა, რისკ ფაქტორს წარმოადგენს ქერაც, ისფერთვალება ადამიანები უფრო. არ დაგინახავ ზეზე გასული. არა, ზეზე გასული შესაძლებელია ყველას თავისი წესი და ჩვენ მაყურებელს შევპირდით დასაწყისში რომ შემოგვიერთდებოდა ადამიანი რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამარცხა სწორედ ეს ელე წამყვანი არაჩვეულებრივი ქალბატონი. ქალბატონი არა გოგონა, მოდი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჩვენ როდესაც გადაცემას გეგმავდით, ვფიქრობდით რომ ვინ შეიძლება და მოსულიყო და ასე ღიად და თავისუფლად ესაუბრა ამ პრობლემაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა გააჩნია, არ მოვა და საჯაროდ ასე პირდაპირ ეთერში არ ისაუბრებს. ეს უკვე ძალიან დასაფასებელია. ხო, იცი რა არის, ანუ ვერ დაადანაშაულებ იმ ადამიანს. ვერ ნამდვილად. ანუ არ მოვა, არ არის, ვერ მოვა ალბათ. უფრო იმიტომ რომ ეს არის თემა, რაც არის შენთვის პირველ რიგში ყველაზე მტკივნეული და ყველაზე რთული და მძიმე, კი, ნამდვილად. მაგრამ მე ვთვლი რომ უმჯობესია რომ ადამიანები ვინც გადაიტანა მსგავსი პრობლემა ჯობია რომ მოვიდნენ და ღიად ისაუბრენ ამ თემაზე თუნდაც იმიტომ რომ ეს იყოს სტიმული იმ ადამიანებისთვის ვინცაც ახლა აქვს ეს მსგავსი პრობლემა. ან იცი რა მაინტერესებს? აი როდესაც მე მაინტერესებს რამდენად შეიძლება რომ ღიად ყველაფერზე ანუ რაც შენთვის იქნება დაუშვათ. გადაწყვეტ რომ მიხვიდე გადაცემაში ამ თემაზე სალაპარაკოთ, მე უკვე იქ აღარ უნდა არსებობდეს რაღაცა თემები, რაზეც კარგი, მაშინ მოდი მე მითხრა ანებს სანამ გადაცემას დავეწყებდი რომ ყველაფერზე შეგიძლია მესაუბრო და ყველა შეკითხვა დამისვა რაც გაინტერესებს და რაც ბუნებრივია მაყურებელსაც აინტერესებს. რა თქმა უნდა. დავიწყოთ მაშინ თავიდან. მნიშვნელოვანი არის ხოლმე ის მომენტი, როდესაც გისვავენ ამ დიაგნოზს. ყველაზე მძიმეა. ანუ სულ თავიდან დაიწყო ესე რომ იყო ერთი ძალიან უწყინარი ხალი, რომელიც მქონდა ფეხზე და ესე მივედი ერთ-ერთ ექიმთან, რომელმაც ერთ-ერთ ექიმთან არა, მე მინდა რომ ვთქვა რომ მივედი გოგიტა ძაგნიძესთან, მე-9 საავადმყოფოში არის ძალიან პოპულარული ექიმი და მითხრა რომ იცი რა, შენ არაფერი არ გაქვს. არ გაუკეთებია ჩემთვის არანაირი ანალიზი, აი ეს ანაფხეკი, ბიოპსია, რაც მე გავერკვია. ის ამ ხალმა რაღაც პროგრესირება განიცადა, რაც ბატონი კახაბერის საუბრობდა. ხო, ანუ რომ მივედი მე ამ გოგიტა ძაგნიძესთან, გამომაბრუნა უკან, იმიტომ რომ მითხრა რომ შენ არ გჭირდება, არაფერი არ არის. ანუ როგორ დაასკვნა ეს რომ მე არაფერი არ მქონდა ყოველგვარი ანალიზის გარეშე, არავინ არ იცის. და მითხრა რომ თუ მაინც გადაწყვეტა რომ ესთეტიური თვალსაზრისით მოიშორო ეს ხალიო, ეხლა არ გინდა ზამთარში მოდიო ეს იყო შარშანის ზაფხულში. ნუ მე მივედი უკვე სხვა ექიმთან, იმიტომ რომ წამომივიდა სისხლი ამ ხალიდან. ამის გამო გადავწყვეტე მივედი ონკოლოგიურში გია ლეჟავასთან, გამიკეთეს რაღაც ანალიზი, ანაფხეკი აიღეს და მითხრეს რომ ეს არის მელანომა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მივედი საავადმყოფოში აქ ონკოლოგიურის გარეთ არის ესეთი აბრა, სადაც წერია რომ სიმსივნე არ არის განაჩენი, სიმსივნე არის დიაგნოზი. და აი გამეცინა რა რომ აუ რა არ არის განაჩენი, ვიფიქრე აბა რა არის ახლა დიაგნოზი როგორ არის და რომ გამოვედი იქიდან მითხრეს რომ იცი რა აი მელანომა გაქვს და ხვალვე უნდა გავიკეთოთ ოპერაცია და ვერ მივხვდი რა არის მელანომა, იმიტომ რომ ჩემთვის იყო არც იყავი გათვითმობილებული რა არის და აი ძალიან მარტო ვიყავი მისული, მარტო გამოვედი დავგეგმე
მარტო ეს ოპერაცია მეორე დღეს ჩავეწერე, გავედი დიღომში, სადაც უთხარი რომ ხვალ მერვა საათზე უნდა გავიკეთო ოპერაცია და ყველაფერი ეს მარტომ გავაკეთე და თურმე ჩემს უკან არის ატეხილი დიდი ამბავი ჩემი მეგობრები, ოჯახი, ყველა რომ ვაიმე ანის ეს დიაგნოზი დაუს, ნუ აღმოჩნდა მე ჩემთვის რომ მელანომა თურმე არის ეს კანის სიმსივნე, მე მგონი სწორად ვამბობ ხო? და ნუ მაქვს თურმე ძალიან სერიოზული პრობლემა და მე ვერც მივხვდი მაშინ რა პრობლემასთან მქონდა საქმე. ნუ არაფერი გავიკეთე ოპერაცია, პირველ რიგში მე მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი და ყველა GDS-ის თანამშრომელს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მატერიალური და მორალური დახმარებისთვის, რომელიც მე აღმომიჩინეს, მადლობთ. და იცით რა კიდე ერთ თემას მინდა შევეხო რა, რაც არის ძალიან მტკივნეული ჩემთვის. ამ შემთხვევაში ჩემთვის მაგალითად GDS-ი, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები აღმოჩნდა ის საყრდენი, ვინც მე ამ მომენტში დამედგა გვერდში. არის ძალიან დიდ თანხებთან ეს ყველაფერი დაკავშირებული. მართ ეს არ არის რამოდენიმე ათასებზე, რომელიც მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს, იგივე ჩვენ აქ შეიძლება არ გვაქვს სახლში. და მაგის გამო შეიძლება აღმოჩნდეს დაგვიანებული, სანამ შენ ამ რაღაცას მოუყრით. ხო, ნუ მე იყო რომ წავედი თურქეთში, სადაც გავიკეთე კიდევ ერთი ოპერაცია და კიდევ რამოდენიმე პერიოდი აი ამ ხნის განმავლობაში რომელი ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა? ყველაზე რთული ჩემთვის და ყველაზე ემოციური რაც იყო, როდესაც გავიკეთე ოპერაცია, მე დათესეს ეს რაც ამომაჭრეს და მივედით მე, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი შვილი საავადმყოფოში რომ გვითხრან რა ამოითესა თუ რაღაც. და ნუ აიქ მითხრეს რომ იცი რა მე მესმე იცოდნენ რომ ტელევიზიაში მუშაობდი და იმ ქალმა მითხრა რომ აი მე მესმე შენი პროფესია მაგრამ იცი რა შენ მოგიწევს ცოტა ხნით პარიკით სიარული, იმიტომ რომ შენ გჭირდება ქიმია და ნუ რაღაცა რეაბილიტაციის პერიოდი გჭირდება, რომელიც იქნება საკმაოდ მტკივნეული, მაგრამ ნუ რას ვიზავთ ესეთია შენი განაჩენი და ერთადერთი რაც მინდოდა მაშინ რომ არ მეტირა ჩემი შვილის თანდასწრებით რა. მია მიცის რამე. ნუ მია მიცის რომ გავიკეთე ოპერაცია და ვიმკურნალე და ხო ცოტა სუსტად ვარ. ხო რთულია კიდე საკმაოდ აი ეხლა პერიოდი, იმიტომ რომ მე მჭირდება ნემსი, რომ ინტერფერონი, რომელიც არის საკმაოდ რთული. ქიმიოს კურსი ჩაიტარა. არა, მე აღარ ჩავიტარე ქიმიას კურსი, მე მივედი ქალბატონ ნია შარიქაძესთან, რომელიც დღემდე არის ჩემი ექიმი და ონკოლოგი. კონსულტაციები გავიარეთ სხვადასხვა ქვეყნებში ნიასთან ერთად და როგორც ნიამ მითხრა, ნიას კონსულტაცია წავედი თურქეთში, სადაც დამინიშნეს ეს ინტერფერონი, რომელიც არის შემცვლელი ამ ქიმიის, თუმცა ანაცვლებს ინტერფერონი ქიმიოს კურსს. არა, იმუნოთერაპია ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს ქიმიოთერაპიის, რომელიც მელანომის დროს ნაჩვენები არის პირდაპირ. როდესაც არ არის მეტასტაზები გავრცელებული ამ შემთხვევაში. ეს არის სამკურნალო საპროფილაქტიკო მიზნითაც კეთდება ძირითადად და საკმაოდ ისეთი ეფექტურობა ახასიათებს. ბატონ კახა, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი ამ დროს და თვითონ პაციენტი რამდენად მზად არის რომ შეებრძოლოს აი ამ პრობლემას. ნუ იცით არის ეს დამოკიდებული არის ინფორმაციის მიწოდებასთან, რა სახით და როგორ მიაწოდებ. თუმცა აუცილებელი არის რომ პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი დიაგნოზი. ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, ვინაიდან მისი ბედი წყდება და მის პასუხისმგებლობაშია თავისი სიცოცხლეს. ამიტომ ეს ფსიქოლოგიური მომენტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის პაციენტისთვის საკმაოდ და ბევრ ფაქტორებსაც განსაზღვრავს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძნელი არის რა თქმა უნდა ყველამ თავი დააყენოს მაგ შემთხვევაში. ძალიან რთულია. რომ დიაგნოზსაც ეუბნები ესეც. თუმცა მე რაც ჩემი პრაქტიკიდან და ჩემი მოღვაწეობიდან მინდა ვთქვა, რომ თვითონ პაციენტი ამის შემდგომ ძალიან მობილიზებული ხდება. ძალიან ყურადღებით უდგება თავის საქმეს და იმიტომ არის შემთხვევები, როცა ჩვენ ადრე ხდებოდა უმალავდნენ და თვითონ პაციენტი ყურადღებობით წასულა კონტროლზე აღარ მოსულა და როცა გამოჩენილა უკვე საკმაოდ ისეთი პროგრესირებადი დაავადებასთან უკვე ქონდა საქმე. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, რთული არის ყველა ნებისმიერი პაციენტისთვის ამ დიაგნოზის თქმა და აღთქმა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის მისთვის, იმიტომ თვითონ მობილიზაციას უკეთებს თავის თავს და რაც საჭირო არის ყველა იმ ეტაპს აი მიზანდასახულად გადის. მე ახლა ხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს და ანი რა მაგარი გოგოა რომ მოვიდა და პირდაპირ ეთერში ასე ღიად საუბრობს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მაყურებლისთვის, რომელიც ახლა ზის ტელევიზორთან და მსგავსი პრობლემა აწუხებს, ანი არის მაგალითი, როგორ შეიძლება
დაამარცხო ეს დაავადება. კი, ძალიან ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში როგორ უნდა იყო? აი თუ გქონია მომენტი, როდესაც აი მიფიქრე, რომ აღარაფერს აზრი არ აქვს და ბოლო წუთი მიდის, როგორც მე ვიცი, აი ამ ბლოკის ამ ნაწილის და მინდა რომ იმ მაყურებელს, რომელიც ახლა გვიყურებს და საუბედუროთ მათ შორის შეიძლება არიან ესეთი ადამიანები, რომ მიმართო და უთხრა რომ საუბედურო აქ არაფერი არ არის სინამდვილეში. არასდროს არ მქონია ესეთი მომენტი, რომ მე ფიქრეს, რომ აი არაფერი აღარ მეშველება, მიუხედავად იმისა, რომ არ აიგონოს არავის, რომ მე მარტივი ის მქონდა რა, იყო საკმაოდ რთულ ხარისხში ეს დაავადება უკვე და ან არასდროს ყოველთვისებიანი იყო, როგორც მე მახსოვს. კი. ჩვეულებრივად რომ მივდიოდი თურქეთში, ვიცოდი რომ მე არაფერი არ მექნება, ლიმფურ კვანძებს რომ ამომიღებდნენ, იქ არაფერი არ იქნება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ განწყობით შეიძლება რომ ადამიანმა მოირჩინოს ეს დაავადება ფსიქოლოგიურად, კი. რა ვიცი, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა იმ მაყურებელს, ვინც ახლა უყურებს, ესეთი ადამიანი არის ძალიან ბევრი, ისეთი ვარ მეც, ანუ მაქვს ეს დაავადება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ არავინ არ ვართ დაზღვეულები ამისგან, ამიტომ თავარია რომ გავძლიერდეთ ჩვენ თვითონ, გქონდეს რწმენა იმის, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და რა თქმა უნდა დავუჯეროთ კარგ ექიმებს. ხო, ამ შემთხვევაში მიუბაძოთ ანის. ნამდვილად, ანი არის მაგალითი ნამდვილად. როგორ უნდა მოიქცეს ყველა ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. მე მინდა დიდი მადლობა გითხრა სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთ რთულ პრობლემაზე ესე პოზიტიურად რაღაცნაირად და იმედიანად ვისაუბრეთ. დროულად აღმოჩენის შემთხვევაში სტუმრებს. არ არის ასეთი განაჩენი. დიდი მადლობა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.